სამწუხაროდ ახალი პოლიტიკური წლის გახსნა გვიწევს არა სერიოზული პოლიტიკური განხილვების წარმოჩენით, არამედ იმ მასკარადზე საუბრით, რომლის მოწმენიც ჩვენ მთელი ქართული საზოგადოება და არა მარტო ჩვენ გავხდით ქართული ოცნების წყალობით. პრაქტიკულად მართლაც და მასკარადი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს როგორც სახელმწიფოს არსებობას. ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება, რომელიც პირდებოდა საქართველოს მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას, ამ პროცესის დაწყებას არც აპირებდა, როგორც ახლა გამოჩნდა და ფაქტია, რომ ვერასოდეს ამ დაპირების შესრულებას ვერ შეძლებს. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ატარებს ერთადერთ პოლიტიკურ კურსს და ეს გახლავთ არა ქვეყნის გაძლიერების, არა სამართლიანობის აღდგენის კურსი, არამედ ეს გახლავთ ნაციონალური მოძრაობის გაცოცხლების, რეაბილიტაციის, გათეთრების და გაძლიერების კურსი, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ლამის გმირებად წარმოაჩინა. ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე მიიღო ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, ემსახურებოდა მხოლოდ ერთს: დამნაშავე ორგანიზაციის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური სამარიდან წამოყენებას და მის ახალ პოლიტიკურ ძალის შეძენას. საარჩევნო წელია და დღეს იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვლაპარაკობდეთ ქართული ოცნების დარჩენილ შეუსრულებელ დაპირებებზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ არც ერთი რეალური დაპირება ქართული ოცნების მხრიდან საქართველოს მოსახლეობის მიმართ არ შესრულებულა. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები. ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. გუშინდელი დღის შემდეგ, ამ დღეების განვითარებული მოვლენების შემდეგ, დღეს და ხვალ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა შემთხვევაში შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა წარმატებით მოატყუა ქართველი ხალხი. ეს აღარ არის და ვერ იქნება უცოდინარობა, იმიტომ რომ უცოდინარობის ასეთი დონე უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს არ არის არაკომპეტენტურობა, თუმცა ესეც არის, ეს გახლავთ სწორედ ან უცხოური დაკვეთის პირდაპირი შესრულება, ან მართლაც გარიგება იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მობრუნდეს. ბიძინა ივანიშვილს რომ ჰქონოდა სურვილი და პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში აღდგენილიყო სამართლიანობა და დასჯილიყვნენ დამნაშავენი, აუცილებლად დაიწყებდა 2008 წლის აგვისტოს ომის და თუნდაც 2011 წლის 26 მაისის გამოძიებას. ეს ორი საქმე, სხვა რომ არაფერი, ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებდა. თუ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი მზადაა ნაციონალური ხელისუფლების მიერ ტერორის, დამცირების, დაყაჩაღების და წამების შემდეგ შეეგუოს ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური გუნდის ღალატს და მათი მხრიდან თითოეული ჩვენგანის დამცირებას, ჩვენ საზოგადოების ის ნაწილი და ის პოლიტიკური ძალა, მე და ჩემი თანაგუნდელები, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ვიბრძოდით თანმიმდევრულად ყოველგვარი გარიგების და შერიგების გარეშე, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ამას შევეგუოთ, გავაგრძელებთ ბრძოლას და არ დავუშვებთ ხელისუფლებაში არც ქართული ოცნების და მით უმეტეს, რა თქმა უნდა, არც ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას. ჩვენ არ შეგვშინებია ბრძოლის არც ერთ ეტაპზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ვიცით რა სჭირდება ქვეყანას, რომელმაც ვიცით როგორ გავაკეთოთ ის, რაც ქვეყნისათვის აუცილებელია, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, აღვანდგეთ სამართლიანობას ყოველგვარი რევანშის გარეშე და ქვეყანას დავამსგავსებთ. ქვეყანას შევძენთ სახელმწიფოებრიობის და სახელმწიფოს ნიშნებს და არა ერთი პირის საწარმოდ გადავაქცევთ. დიახ, ჩვენ ვიცით რა სჭირდება ქვეყანას და ამას გავაკეთებთ და მოვალთ ხელისუფლებაში მიუხედავად იმ დიდი შეთქმულებისა,
რომლის მსხვერპლიც დღესდღეობით არის ქართული სახელმწიფო და საქართველოს მოსახლეობა.